სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი პოლიტიკური პარტია დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთან დიმიტრი ლოთქფაინძე გვერდება პირდაპირ ეთერში შუადღემ შვიდობის ბატონო დიმიტრი მადლობა რომ ხართ ბიზნეს კონტრაქტის სტუმარი. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. კი ბატონო, ინიციატივაზე რომელიც თქვენ წარადგინეთ, რატომ ფიქრობთ რომ კონსტიტუციაში საჭიროა ჩაიწეროს აღნიშნული პუნქტი, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება უცხოეთის მოქალაქეებზე არ მოხდეს და დაწესდეს ამაზე აკრძალვა. მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია რომ თქვენისთან ავტორიტეტული გადაცემა უთმობს ყურადღებას თემას, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ სამუშაო ჯგუფში კულტივირდება და რა თქმა უნდა ეს საჯარო განხილვისა აუცილებლად გახდება და მე პირველი პროგრესი რაც არ შემიძლია არ დავაფიქსირო ხა თქვენ სტუდიაში არის ის რომ პირველად ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში პოლიტიკური ოპოზიციის მიერ დაყენებული ინიციატივის მიმართ პირობითი რეფლექსი ნეგატიურ ჭრილში არ წარმოჩენილა. ეს ფიქრობ რომ არის ძალიან სერიოზული პროგრესი და ეს აუცილებლად შევინარჩუნოთ ვინაიდან მე უსმენდი მინისტრს, მე უსმენდი ყოფილ მინისტრს, მე მოვისმინე პარლამენტის თავმჯდომარის იგივე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის პოზიცია, მოვისმინე ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, მოვისმინე ქალბატონი მანანას და ბევრი სხვა ექსპერტის პოზიცია და პრინციპში ასე ვთქვათ კონცეპტუალური ასე ვთქვათ ჩვენი კონცეფციის მიმართ დადებით დამოკიდებულება სახეზეა. სხვა საკითხია რატომ მივიჩნევთ ამ საკანონმდებლო ინიციატივის კონსტიტუციური კანონის პროექტის ინიცირებას ასეთ მნიშვნელოვნად. ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან ბატონო ჩემო რომ 2010 წელს საქართველოს კონსტიტუციის რეფორმირების პროცესში მე საკითხი დავაყენე როგორც პარლამენტის წევრმა. მე-7 მოწვევის პარლამენტში მაშინ ნაციონალური მოძრაობა ბევრად უფრო გააფთრებით მიწევდა წინააღმდეგობას, იმიტომ რომ მათი იყო კონსტიტუციური უმრავლესობა, მათი იყო აბსოლუტური ძალაუფლება, მე არ მიმყარებდა რომელიმე პოლიტიკური ძალა ზურგს და მაშინ უძლური ვიყავი რომ ჩემი ხმა მიმეწვდინა ფართო საზოგადოებამდე. დღესაც ჩვენ ვხედავთ რომ ნაციონალური მოძრაობა და მათთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ წინააღმდეგობა გაწიონ ამ მეტად მნიშვნელოვანი ინიციატივის მიმართ, მაგრამ მათი ხმა უკვე ნაკლებად ასე ვთქვათ რიხიანად ისმის. ბატონო დიმიტრი, ამ ინიციატივის უკან მკითხავთ. ამ ინიციატივის უკან თქვათ შედეგები, რომელიც შეიძლება მოიტანოს, მე გულისხმობ შედეგებს ნეგატიური კუთხით ეკონომიკისთვის რეგისტრაციის აკრძალვა. ამ შედეგებზე ქონდათ საუბარი საკონსტიტუციო კომისიაში, ანუ ამაზე იქნება საუბარი, რა შედეგები შეიძლება მოყვეს ეს თუ გაქვთ ეს თუ აუცილებლად მესმის თქვენი გადაცემის ფორმატი აუცილებლად არსებით საკითხებზე გადავალ უბრალოდ შესავალი სახით მინდა ვთქვა რასთან გვაქვს საქმე ხო რა არის საქართველოს კონსტიტუცია ეს არის პოლიტიკური სოციალური აქტი ამავე დროს სამართლებრივი აქტი რომელიც საზოგადოების მხრიდან ძირითად გზავნილებს ასახავს და ამავე დროს არის ეგრეთ წოდებული შიშების დოკუმენტი მას ევროპაში ასეთი სინონიმითაც იცნობენ რას ნიშნავს შიშების დოკუმენტი თქვენ წარმოგიდგენიათ რომ ამ ხნის მანძილზე საქართველოს კონსტიტუციას არავითარი მიმართება მიწასთან დაკავშირებით არ ქონია ის რომ მორატორიუმი 2014 წლის 24 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სრულიად კანონიერად გააუქმა, გამოწვეული იყო მხოლოდ იმით, რომ საკუთრების განსაზღვრულ კონსტიტუციურ ნორმაში არაფერი იყო ჩანაწერი გაკეთებული მიწასთან დაკავშირებით და ბუნებრივია, მას სხვა არაფერი დარჩენოდა და თუ არა ის, რომ საკუთრების უფლება როგორც გარანტირებული კონსტიტუციური უფლება დაეცვა ამ შემთხვევაში კონკრეტული მოქალაქის მისამართით. ამიტომ ჩვენ გამოვდივართ საქართველოს კონსტიტუციის 21 მუხლში შესაბამისი ცვლილები და მე მინდა გითხრათ, რომ ეს ინიციატივა სპონტანურად არ წარმოშობილა. ამაზე მუშაობენ ჩვენი აკადემიური წრეები. ბატონი პაატა კოღუაშვილი, მიხეილ ჯიბუტი, ნანა შაველაშვილი, ძალიან ბევრი სხვა სასიკადულო მამულიშვილი. ჩვენ ვიყავით ასევე ლევან ვასაძის ფონდთან ერთად მიწის დაცვის ქართული მიწის დაცვის კომიტეტის წევრებიც და დღეს უკვე დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო წარმოადგენს პოლიტიკურ პოზიციას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში და უმთავრესი დანიშნულება ამ ინიციატივას გახლავთ ის რომ აი ეს ინვესტიცია ტევადი მიწები ჩვენი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები რომელიც დღეს ტოტალური საერთაშორისო საბაზრო რეგულირების ობიექტად არის ქცეული მოხდეს მისი რეგულირება მოხდეს მასთან დაკავშირებული იმ ცივილური ნორმების გამოყენება და ჰარმონიზირება სხვადასხვა გადავიდეთ თორე ბატონო დრო არ გვეყოფა ანუ ამ შემთხვევაში შედეგებზე ვისაუბროთ რა შეიძლება ამას მოყვეს როდესაც თქვა იგივე უმრავლესობა იგივე მთავრობა პრიორიტეტი არის ერთ-ერთი ჩვენი სოფლის მეურნეობა თქვენ საუბრობთ მხარდაჭერა მოხდა თუმცა მაგ იყო საუბარი გარკვეულ რეგულაციებზე რომელიც შეიძლება დაწესდეს და ამაზე სამსჯელოა როდესაც ინვესტიციები მაგათ 6 მილიონი 12 მილიონი მაქსიმალური ინვესტიციები რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორში შემოდის ისედაც ანუ მცირე უცხოური ინვესტიციები როგორ ფიქრობთ ეს რას გამოიწვევს რომ რეალურად ამას ექნება შედეგი ეს ოპონენტები საუბრობენ თქვენ რომ არავინ აღარ დაინტერესდება უცხოელი ინვესტორი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ამ ტიპის ინვესტიციების განხორციელება როდესაც მხოლოდ
მხოლოდ საბაზრო ობიექტად აღვიქვამთ მიწას და ის 6 მილიონი რომელიც თქვენ დაიჯესში გამოაქვეყნეთ არა თუ არ ვწდები 2016 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის მიხედვით სხვა არაფერია თუ არა დაძინებული მიწის ფართობები კონკრეტულ დაბალფასად შეძენილი და იმის იმედად გასაყიდად გამზადებული რომ 5-6-10 წლის შემდგომ მასზე ფასები მოიმატებს მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციური ხასიათი აქვს საინვესტიციო ბაზას მიწასთან დაკავშირებით და არა ის უმნიშვნელოვანესი რასაც სასურსათო პროგრამის განვითარება გნებავთ საქართველოს ბიუჯეტში შემოსავლების გაზრდა ქვია ამ მიმართულებით და თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ინვესტიციას განხორციელებულ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე რომელსაც გარკვეული ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი ფისკალური ეფექტი ქონოდა ასე ვთქვათ საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ არ არსებობს ჯორჯია პროექტი ფლობს 7500 ჰექტარს მიწას კახეთში რომელსაც 300 იყო დასკვნილ 2014 შემდეგ მათი რაოდენობა გაიზარდა ანუ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი უფრო მეტიც 1000 ჰექტარი მიწა გაიყიდა ერთ ებრაულ კომპანიაზე 2011 წელს დაახლოებით 134 ჰექტარი მიწა გაიყიდა 2 დღის განმავლობაში ელექტრონული აუქციონებით თეთრი წყაროში, ტყიბულის რაიონში, ვანის რაიონში, ახლა მოვდივარ მარნეულის რაიონიდან, სადაც ინდური კომპანიის ხელში აღმოჩნდა 70 ჰექტარი მიწა, რომელიც ფაქტობრივად მეცხოველეობის გადარეკვის ტრასებზე არის პირდაპირ მოქცეული და მე მინდა გითხრათ, რომ მიწის გაყიდვების ფრაგმენტაციული ხასიათი ეს აღწერილი იყო ჯერ კიდევ 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაში, მაგრამ ამას შექმნა ისეთი დიდი პრობლემები, რომ ჩვენ ყველანი ამ 4 წლის მანძილზე მოლოდინში ვიყავით, რომ რეგულაციები დაწესდებოდა მიწაზე. არ მოხდა. თქვენ იცით, რომ არ არსებობს მიწის კოდექსი, თქვენ იცით, რომ ორადორი ნორმა მიწასთან დაკავშირებული არის კვტრაჩობილი და მხოლოდ ემსახურება იმას, რომ სტატუსები შეეცვალოს სასოფლო-სამეურნეო მიწას. შეიქმნა მიმართულებით, რომ თქვათ კერძო ადამიანები, ფერმერები იქ მაცხოვრებელი ადგილობრივები ედავებოდნენ სახელმწიფოს ჩვენი მიწები იყო, სახელმწიფო გაყიდა მათი მიწა შესაბამის კომპანიის ფერეროსთან დაკავშირებით იყო, რომ დაუბრუნა ფერერომ სახელმწიფოს ნაწილი მიწის და შემდეგ ახალი მიწას ნაკვეთი შეიძინა. ანუ ამ შემთხვევაში დამატებითი პრობლემები, რომელიც წარმოიშვა მიწის ასე ვთქვათ არარეგულირებული პრივატიზაციის მავნე პრაქტიკის ფონზე. რეალურად ჩვენ გვაქვს მიწები, საიდან შეგვიძლია რომ ეკონომიკური სარგებელი მივიღოთ. მაშინ როგორ უნდა მივიღოთ ეს სარგებელი, თუ მას არ დავნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს, არ შემოვიყვანთ ინვესტორს და ასე შემდეგ. ხომ არ მომესმა, მე მგონი პირველად ითქვა ხელისუფლების მხრიდან ამ შემთხვევაში ყოფილმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბრძანა, რომ ინვესტიცია ტევად მიწებზე ინვესტიციის განხორციელების მატერიალურ, ტექნიკური და ფინანსური ბაზა სახელმწიფოს საკმარისი ოდენობით გააჩნია და ის არ საჭიროებს გარედან ინვესტირებას. ითქვა თუ არა? მე მგონი მიდასტურებთ რომ ითქვა. ბატონ ოთარს ეს არასდროს სხვა დროს არ უთქვამს. ეს პირველად ითქვა, აქამდე ძალიან აქტიურად ხორციელდება, როცა ჩვენ ვამბობდით, პირობითი რეფლექსი იყო ძალიან ისეთი უარყოფით ნეგატიურ ჭრილში ჩვენს მისამართით, გვეუბნებოდნენ როგორ შეიძლება ესეთი უნდა დახარჯოს ფული, თქვათ, განვითარებაში აი მართულებით და არა თქვათ უცხოელი ინვესტორმა. თქვენთვის სიახლეა ის რომ სუბსიდირებადი არის სოფლის მეურნეობის დარგი მაგალითად თურქეთში, სადაც წარმოებული პომიდორი, კიტრი, გნებავთ კარტოფილი საქართველოში შემოდის იმდენად დაბალ ფასებში, რომ ვერც ერთი გლეხის მიერ წარმოებული პროდუქცია ვერ უწევს მას კონკურენციას. ეს თქვენთვის სიახლეა, რა თქმა უნდა, არ არის. ანუ ამის რესურსი ჩვენ სახელმწიფოს თუ აქვს. ეს არის სტრატეგიული საკითხი, რომელზეც ქართულმა ოცნებამ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე აიღო პირდაპირ ვალდებულება და გეტყვით, შემიძლია წარმოგიდგინოთ, აგერ მოტანილი მაქვს თუ ინევე წარმოგიდგენთ დოკუმენტს, სადაც 1 მილიარდი დოლარის, არა ლარის, 1 მილიარდი დოლარის სასოფლო საინვესტიციო ფონდის არსებობის შესახებ იყო უმთავრესი პირობა გაცემული. და რა თქმა უნდა, ასეთი მნიშვნელოვანი პირობის უკან საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს დაუჭერდა ასეთი პროექტის ამოქმედებას, მაგრამ ჩვენ ვერ მივიღეთ ეს ეფექტი. ჩვენ ვერ მივიღეთ ერთჯერადი ხნა თესვისა და ასე ვთქვათ ვაუჩერიზაციის პროცესმა არ მიიღო, ასე ვთქვათ არ მოგცა ის ეფექტი, რომლითაც შემდგომში ჩვენ შევძლებდით დარგის განვითარებას. აი ამ სავალალო მდგომარეობის ფონზე დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის შემოდის ინიციატივით, რომ მიწა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზეა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში აქცენტი გაკეთებული, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია. რა თქმა უნდა, რომელიც არის თავის რესურსის თვალსაზრისით მილევადი, სტრატეგიული არის საკვები ერთადერთი ბაზა ჩვენი მომავალი შთამომავალისთვის. ამ მიმართულებითაც ბატონი მიკროფონს რომელიც საკუთრებაში და მოქალაქეების, ანუ აქაც პრობლემებია რეალურად გამიგეთ. წარმოგიდგინეთ, სამწუხაროდ მეტი დრო არ გვაქვს. 20 წამი შეიძლება? 20 წამი შვეიცარიის მაგალითი. მოდი შვეიცარიის მაგალითი, შვეიცარიის ფედერალური კანონის პირველი მუხლი პირდაპირ კონსტატირებს იმის შესახებ, რომ შვეიცარია უნდა გაუფრთხილდეს გაუცხოებისგან თავის მიწებს. თქვენ წარმოგიდგენიათ? ეხლა ესეთი რამ ჩვენ რო ჩავწეროთ, გვეტყვიან რომ ვართ ჰომოფობები, ქსენოფობები, შეუმწყნარებლები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ევროპაში და ყველგან ცივილიზირებულ სამყაროში მიწა არის დაცული სიკეთე. ეს არის განსაკუთრებული ღირებულებითი კატეგორია, რომელსაც უნდა იცავდეს სახელმწიფო. კანონი არსებობს, იქ მოწესრიგებულია თქო ეს ყველაფერი სამწუხაროდ ჩვენთან. მაშინ მე თქვენ წაგიკითხავთ უნგრეთში რა ხდება. ნახეთ, უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლო მიწას ხედავს როგორც საკუთრების განსაკუთრებულ ობიექტს და მასზე საკუთრების უფლების შეზღუდვას უცხოეთის მოქალაქეების მიიჩნევს ლეგიტიმურ აქტს. გასაგებია ამ თემებზე უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლო. გაგრძელდება კი ბატონო, ამაზე მსჯელობა, უმრავლესობის მხრიდან გამოხმაურება იყო, ექსპერტები აფასებენ ამ ინიციატივას. დიმიტრი ლოცკბენზე იყო ჩვენი სტუმარი. მადლობა მას გადაცემაში მონაწილეობისათვის.